პრემიერის ახალი ინიციატივა და პროგრამის დაწყების პირველი დღე სამუშაოს მაძიებელთა ახალი პროგრამა დაიწყო და საქმების აგენტები ყველა ოჯახში მივლენ და სამუშაოს მაძიებელს პერსონალურ აღრიცხვის ბარათს შეავსებინებენ. პირველი ბარათი სიმბოლურად ვანო მერაბიშვილმა და საქმების მინისტრთან ერთად ფაზისუბნის დასახლებაში სულხიშვილების ოჯახში შეავსო. ახალმა უწყებამ უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში დასაქმების ახალი პროგრამა დაიწყო. უმუშევართა რეგისტრაციის პროცესს პრემიერ-მინისტრი თავად გაეცნო და ფაზისუბნის დასახლებაში მცხოვრებ სულხიშვილების ოჯახს ესტუმრა. ვანო მერაბიშვილმა სულხიშვილებს სარეგისტრაციო ანკეტა სიმბოლურად თავად შეავსებინა. ყველაზე ძალიან ვისაც უჭირს სამსახურის შოვნა, იმას უნდა დავეხმაროთ პირველ რიგში. ყველაზე მეტად უჭირს საშუალო ასაკის ადამიანებს და ხარშესულ ადამიანებს, თქვა 45 წლის ასაკის შემდეგ გარკვეული პროფესიებზე თუ მოთხოვნა, ასე ვთქვათ, არ არის, მაშინ სწორედ ამ ადამიანებს უნდა შევთავაზოთ პოლიციის სკოლისა და დავეგმოთ და გავაკეთოთ გადამზადების კურსები სწორედ მათთვის, რომ მათ მოვეხმაროთ სამსახურის პოვნაში. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში არის ვაკანსიები და ამის შესახებ ადამიანმა არ იციან. ამიტომ ჩვენ გვინდა სპეციალური პროგრამა გავაკეთოთ, რომლის მეშვეობით თქვენ ავტომატურად მიიღებთ შეწყობინებას, რომ თქვათ, აი თქვენს მეზობლად გამოჩნდა ვაკანსია და სწორედ არ არის გამორიცხული თქვენთვის არის ეს, ასე ვთქვათ, ხელსაყრელი, როგორც თქვენთვის ისევე შემკვეთისთვის, რომ თქვენ მათთან იმუშაოთ, იმიტომ რომ თქვენი წარსული გამოცდილება, თქვენი საცხოვრებელი ადგილი ყველაზე ხელსაყრელი ამ სამუშაო ადგილისათვის. სამი პროფესია ავირჩიე მე თვითონ პირადად, სადაც ვიუნიშნე. ეს არის იურიდიულის, სასურსათო და მენეჯერული. რის განმზადების შემდეგაც შეიძლება რომ ადამიანი დასაქმდეს. რეგისტრაციის მიზანი იმის დადგენაა, თუ რა პროფესიის, ასაკისა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მქონე ადამიანებს უჭირთ ყველაზე მეტად სამსახურის შოვნა. აქცენტი მათ პროფესიულ გადამზადებაზე გაკეთდება. ეს შექმნილი ბაზა რეალურად მოგცემს იმის საფუძველს, რომ დავიგოთ და მივხვდეთ იმას, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ. ყოველ შემთხვევაში პირველი ნაბიჯები აბსოლუტურად სწორია. ქვეყნის მასშტაბით 25 დიდი ქალაქის ყველა მაცხოვრებლის ოჯახში შევა ჩვენი დასაქმების აგენტი, სადაც შეივსება პერსონალური მონაცემები. დასაქმების აგენტებმა მოსახლეობის აღწერა ვაზისუბანთან ერთად თბილისის სხვა უბნებშიც დაიწყეს. კახეთის ქუჩის თითქმის ყველა მცხოვრებმა სამუშაოს მაძიებლის პერსონალური აღრიცხვის ბარათი დასაქმების აგენტის დახმარებით შეავსეს. დასაქმების აგენტები სამუშაოს მაძიებლებსა და გადამზადების მსურველებს პროექტის ყველა დეტალს დაწვრილებით უხსნიან. სამუშაოს მაძიებლის აღრიცხვის პროგრამის მიზანი არის, რომ სახელმწიფო პროექტის დეტალური ინფორმაციას უმუშევრობის რაოდენობის საქართველოში. ჩვენ მიზანი აღურიცხოთ თქვენი ოჯახის ის წევრები, რომლებიც არიან დასაქმებულები, მაგრამ სურთ სხვა სამსახურში დასაქმება ამ თავის კვალიფიკაციის შესაბამისად. და ის წევრები, რომლებიც არიან უმუშევრები და ეძებენ სამსახურს. ახლა დაგისვათ რამოდენიმე კითხვას. კარგია ძალიან, მე მიუხედავად იმისა, რომ მუშაობ, თუ მომინდება სხვა პროფესიაშიც გადამზადები და ვინც არ მუშაობენ, ხო იმათთვის არის ძალიან კარგი. დასაქმების სამინისტრო შექმნა იყო საჭირო და დროული. პრემიერ-მინისტრმა ახალი სამინისტროს შექმნის იდეა ივლისის დასაწყისში გააჟღერა. დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი 950,000 ლარით დაფინანსდება. ჩვენი მთავრობის მთავარი გამოწვევა იქნება უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა. მე პირადად ვაპირებ შევებრძოლო საქართველოს უმუშევრობას ისევე, როგორც ვებრძოდი წლების განმავლობაში კრიმინალს და კორუფციას. რეგისტრაციის დასრულების შედეგად ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა შეიქმნება, რომლის ყველა წევრსაც საკუთარი ელექტრონული მისამართი ექნება და სასურველი ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში შეტყობინებას ავტომატურად მიიღებს. ეს ბაზა დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის ერთგვარი ხიდი გახდება. ახალი უწყების და დასაქმების პროგრამის მიზანი ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებაა.